რეჟიმის ტყვეების ომარ ოყრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პროცესი იწყება ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს ძალადობრივი მეთოდით დაკავებულ ორივე აქტივისტს პროკურატურა პარლამენტის 400 ლარიანი ჯებირის ჯგუფურა დაზიანებას ედავება. ახალგაზრდები უკვე 8 თვეა პატიმრობაში არიან. დღეს სავარაუდოდ განაჩენი უნდა გამოცხადდეს. მარიამ ელიბაშვილი ჩაგურთება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება საქალაქო სასამართლოში, რა პროცესები მიმდინარეობს. გისმენ მარიამ. კეთი წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს ახლა ომარ ოყრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი და სავარაუდოდ დღესვე გამოცხადდება განაჩენი. მოსამართლე ნინო გუდაძე იქნება დღეს განაჩენის გამომტანი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საპროცესო შეთანხმება უკვე შედგა ბრალდების და დაცვის მხარეს შორის და 18-თვიან პატიმრობაზე შეთანხმდნენ. ორივე შემთხვევაში საბა მეფარიშვილის და ომარ ოყრიბელაშვილის შემთხვევაშიც ორივე მხარე და ახლა მოსამართლე ნინო გუდაძემ უნდა მოსამართლე ნინო გუდაძემ უნდა გადაახედოს ამ გადაწყვეტილებას, ასე რომ ვთქვათ და უნდა დააკმაყოფილოს ან არ უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული გადაწყვეტილება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ომარ ოყრიბელაშვილის ადვოკატი დავით გამყრელიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს იმას, რომ ახლა ამ შემთხვევაში ომარ ოყრიბელაშვილის მხრიდან შემდეგი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს, რის გამოც რაც გაითვალისწინა საბოლოოდ ბრალდების მხარემაც და სწორედ ამიტომ 18-თვიან პატიმრობაზე შეთანხმდნენ ისინი. რაც შეეხება, მე შევახსენებ მაყურებელს, 14 მაისის მერე რუსული კანონის აქციებზე არიან ომარ ოყრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი დაკავებულები და მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რკინის ჯებირების დაზიანებას ედავებოდა გამოძიება. 197 მუხლით იყო ამ საქმესთან დაკავშირებული მიმდინარეობდა გამოძიება. რაც შეეხება სხვა პროცესებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე გიორგი მინდაძეს სისხლის სამართლებრივი პროცესი იყო რამდენიმე წუთის წინ. ეს პროცესი დასრულდა, მას 353 მუხლს ედავება გამოძიება, რაც პოლიციის თავდასხმას გულისხმობს. 1 დეკემბერს დააკავეს ის და როგორც ჩვენთან საუბარში მისი ადვოკატი აღნიშნავს, მას ედავებიან ერთ პოლიციელზე თავდასხმას და კონკრეტულად საქმეში ცდევს იმ ერთი პოლიციელის ჩვენება, თუმცა რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები მის საქმეში არ არსებობს. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მინდაძის დედასაც, რომელიც იხსენებს თუ რა ვითარებაში დააკავეს კონკრეტულად მინდაძე. ისინი იყოფებოდნენ ნათესავთან, სწორედ ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას ნათესავთან მიაკითხეს და ამ დროს აიყვანეს ის. ამ შემთხვევაში დაცვის მხარემ დააყენა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლა გირაოს სანაცვლოდ 10,000 ლარის შესთავაზა დაცვის მხარემ მოსამართლე ნინო თარაშვილს, თუმცა ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა თარაშვილმა და მისი პოზიციით და მისი გადაწყვეტილებით არსებობდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სწორედ ამიტომ გიორგი მინდაძე მან პატიმრობაში დატოვა. არსებობს ესეთი ჩვენ შორის შედგა დაცვასა და პროკურატურის ბრალდების მხარეს შორის მოლაპარაკება, რომ ამ ახალგაზრდებს ესე რომ ვთქვათ 18 თვიანი ვადიანი პატიმრობა შესთავაზონ. შესაბამისად, ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მუხლი ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე. 3-დან 6 წლამდე უბრალოდ წარმოუდგენელია ასეთი შედეგის მიღწევა, რომ 9 თვეში ფაქტიურად ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები გარეთ აღმოჩნდებიან, ხო, თავისუფლებაზე და მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაცვის მხარის აქტიური მონაწილეობის შედეგი. დღევანდელ სასამართლო პროცესში სასამართლომ კვლავ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და არ შეუცვალა ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი. მიგოჩნია, რომ დღევანდელი განჩინება არ დაუსაბუთებელი, უკანონო, რამდენადაც მართლა არ არსებობს საქმეზე არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც სამომავლოდ დაადგენს ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. არ არსებობს საქმეში არც ერთი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც კონკრეტულად დაადასტურებს ბრალდებულის მხრიდან თითქოს და თავდასხმას პოლიციელების მხრიდან. წინასწარ დაწერილი გაზუთხული რაც იყო, ის წაიკითხეს, მე ეგეთი დასკვნით გამოვედი. ველოდი ამას მომზადებულიც ვიყავი, რომ შემოვედი მხედავდით ალბათ, რომ ველოდებოდი, რომ გადაიდებოდა ისევ ყველა. ყვანენ არაფერი არ არის დასაფუთებული და არც არაფერი ყოფილა და არც არავინ დაზიანებულა, მაგრამ სადამდე ვიწვალებთ ასე და სადამდე გვაწვალებენ, ვერ გეტყვით ალბათ. უფლისნებით იქნება ყველაფერი, სხვა არაფრის იმედი არ დამჩნია. უბრალოდ ჯებირის დაზიანებისთვის ბავშვი 9 თვე ელოდება განაჩენს, გადაწყვეტილებას და როდესაც შეიძლებოდა სულ მოკლე ხანში გადაწყვეტილიყო. დღეს უნდა იყოს გადაწყვეტილება და ველოდებით იმას, რომ ალბათ იქნება სასამართლო ისე, რომ იყოს სამართლიანი. აი ეს მინდა რომ იყოს და
რეჟიმის ტყვეების სასამართლო პროცესზე სოლიდარობის ნიშნად იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების და კოალიციის წარმომადგენლები, აქ იმყოფებიან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე და ასევე კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წევრი დეა მეტრეველი, როგორც ისინი აფასებენ პროცესებს, ახლა ქვეყანაში არ არსებობს რეალურად სამართალი და არც რეალური ბრალდებები იმისათვის, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს ედავებოდეს გამოძიება კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებს, მათი შეფასებით ახლა სასამართლოც იქნება მიკერძოება და ბუნებრივია ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არც ერთ შემთხვევაში მათ არ აქვთ. განების შემთხვევაში ამათვეში შეიძლება არის ვერსად თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული ამბავი ჩვენ გვართ რეალობაში სადაც ასობით ადამიანი არის რეალურად ნაწამები, მათ შორის ნაცემი, მათ შორის ჟურნალისტები, კონკრეტული ფაქტები დაფიქსირებული, როდესაც ადამიანებს ეწოდებიან ტიტუშკები ფიზიკურად უსწორდებენ და პოლიცია გაზას სრულად მოქმედობა არ ყავს ამდენი დროის გავლის შემდეგ არც ერთი დასჯილი ადამიანი და მაშინ როცა ადამიანებს ციხეში უშვებენ, შეიძლება გაუშვან იმის გამო რომ რაღაცა ჟეშზე აკაკუნებდნენ რაღაცა ჩიშკინდნენ წარმოუდგენელი სიგიჟე არის, გარჩეული რუსული რეალობა, რაც არ გვინდა და მას დავამთავროთ აუცილებლად. მიდის მიზანმიმართულად ახალგაზრდების დასჯა, სჯიან თავისუფალ მოქალაქეებს იმისთვის, რომ ისინი ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ და იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გაბატონებულია კრიმინალი, ნარკომოვაჭრეები ღუპავენ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, იმის მაგივრად, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამ საქმეებით იყვნენ დაკავებულები, დასდევენ ახალგაზრდებს გაუბედურებული ოჯახები, მშობლები, ძალიან მძიმე ფონია სასამართლოში, ამიტომაც მხნეობას უსურვებ მათ ოჯახებს, აუცილებლად გავიმარჯვებთ. სისხლის სამართლებრივი პროცესების გარდა დღეს არაერთი ადმინისტრაციული სამართალდამცავი პროცესია ჩანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბუნებრივია ჩვენ ვრჩებით და ველოდებით და ვაკვირდებით, როგორ განვითარდება პროცესები აქ.